გამარჯობა შორენა ლორთიფანიძე არის ჩვენთან ერთად და მადლობა მას ამისთვის. შორენა გახლავთ სამოქალაქო საბჭოს ან ჩვენი პროექტის დამფუძნებელი, არა მარტო პროექტის დამფუძნებელი, არამედ ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელიც ბევრი წელია თან ამ სპეციალობაშია, ამ საქმეშია და მე მინდა რომ შორენას თხოვო იმ მემკვიდრეობაზე საუბარი, რაც დაგვიტოვა გასულმა წელმა, ძალიან შფოთიანმა წელმა და ვისაუბროთ იმაზე, რა გველის წინ 2026-ში, რაც არანაკლებ შფოთიანი მგონია სიმართლე რო გითხრა. დიახ, მადლობთ გიორგი. მე მგონია ეს ჩვენი პირველი ინტერვიუ ამ წელს ჩვენი პირველი ინტერვიუ. ჩვენ ხსნით, ხო, ძალიან კარგი. 2025 რთული წელი იყო და მე ძალიან კარგად მახსოვს ტრამპის ინაგურაციის შემდეგ ძალიან მალე მთელი ამერიკული დაფინანსების გაჩერება და აი ამ პროცესის დაწყება და სრულიად წარმოუდგენელი რა USAID-ის დაპაუზება და შემდეგ უკვე ივლისის თვეში გაუქმება ამ ორგანიზაციის, რომელიც ამერიკის ესეთი რბილი ძალის ერთ-ერთი მთავარი სააგენტო იყო, განვითარების სააგენტო, რომლითაც ფაქტობრივად აი ჟანგბადი შეუწყდა მსოფლიოში არასამთავრობო ორგანიზაციებს ზოგადად აქტივიზმს, უფლებებისთვის ბრძოლას, სექტორულ განვითარებას და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ეს იყო, იმიტომ რომ ჩვენ ამ სფეროში ვართ და ეს ძალიან მნიშვნელოვნად შეარყია წარმოდგენები, თქვა სამოქალაქო საზოგადოების რაღაც სტაბილურობის შესახებ, ხო? და არა მარტო წარმოდგენები, არამედ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს აი ესეთი დიდი ცვლილება, რომელსაც არავინ არ ელოდა. კი, ჩვენ ვფიქრობდით, რაღაცა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ის რომ ამხელა სააგენტო დაიშალოს, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო და ჩვენ ესე წარმოგვედგინა და ესეც იყო წლების განმავლობაში, რომ ეს არის აი სტრუმანის დოქტრინის მეოთხე პუნქტი, რომელიც განვითარებას და დემოკრატიას და ცხოვრების დონის მატებას, ტექნოლოგიურ განვითარებას ამერიკის გარეთ. აი ამას უწყობდა ხელს, ხო, ეს ცნობილი ტრუმანის დოქტრინის მეოთხე პუნქტი, რასაც ემსახურებოდა და რის საფუძველზეც ეს განვითარების სააგენტო შეიქმნა. მოგეთ მორჩა ეს ეპოქა, რაღაცა ახალთან გვაქვს საქმე, ეს ერთი. ამას გავაგრძელებთ შემდეგ ამ ხას. მეორე საკითხი ეს არის ასევე, გვერდსფერაულით ტრამპის ობსესია ომების დამთავრების შესახებ და რაც თავისთავად ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, ხო? და ის ნაბიჯები, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომის, მათ შორის, უბრალოდ რუსეთის ომის უკრაინაში დამთავრების კუთხით გადაიდგა, ის მოლოდინები, რომელიც გაზაფხულზე შეიქმნა, ეს სწრაფი ტემპით, რაღაც pushing-ი, ხო, რაღაც ამ პროცესში და ასევე რამდენიმე ასევე მნიშვნელოვანი იყო უკრაინასთან ეს და საერთოდ მინერალების შესახებ, იშვიათი მინერალების შესახებ აი ამ იდეის და კონცეფციის ამოტივტივება, რომელიც პრინციპში მაინც გარკვეულად ბუნდოვანია ჩემთვის, ხო, რასთან გვაქვს საქმე, რა არის ეს ინსტრუმენტია თუ ეს რეალურად რაღაცა ტექნოლოგიური რაღაცა განვითარების ინსტრუმენტების ხელში ჩაგდების თუ რა ვიცი დაუფლების საშუალება თუ ბრძოლის ინსტრუმენტია თუ რა. ის კი ვიცით, რომ ნამდვილად უკრაინამ დაადო ეს ხელშეკრულება ამერიკასთან და რომელიც ძალაში 10 წლის შემდეგ შედის. ანუ მაშინ, როდესაც უკვე სავარაუდოდ ომი დასრულებული უნდა იყოს და რაღაცა ახალ რეალობასთან გვექნება საქმე და ძალიან საინტერესოა. მეორე საკითხი უშუალოდ ტრამპის მხარდაჭერა ამ სამშვიდობო პროცესის როგორც ის მას უწოდებს და მთელი ის ძალისხმევა, რომელიც გაზაფხულზე გაწეული იქნა რუსეთს და უკრაინას შორის რაღაცა წარმატება მომხდარიყო აი ამ ცეცხლის შეწყვეტის კუთხით, თუმცა ეგ ესეთი ადვილი პროცესი არ აღმოჩნდა, ბუნებრივია და ასევე მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის სომხეთის და აზერბაიჯანის შორის ტრამპის მიერ ფასილიტირებული რაღაც სამშვიდობო პროცესი, რომელიც აგვისტოში დასრულდა დეკლარაციით, ანუ სადაც მხარეებმა, სომხებმა და აზერბაიჯანელებმა პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი წარმოადგენდა ქვეყნებს ამ შეხვედრაზე ვაშინგტონში
რეალურად ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომ მათ აქვთ განზრახვა, რომ მშვიდობა დამყარდეს, ხო? და შემდეგ კიდე ახალი ინიციატივა ტრამპის, ეს არის ტრამპის განვითარების და მშვიდობის თუ კეთილდღეობის გზა, ხო, რომელიც აი სანგეზურის კორიდორს თუ როგორც უწოდებენ მას, ხო, სომხებს თავისი ტერმინი აქვთ, აზერბაიჯანელებს თავისი, აგერ ამერიკელებს უკვე თავისი ტერმინი აქვთ ამ გზისთვის და ესე იგი ყველა ერთი და იგივეს გულისხმობს, მაგრამ ეს კონცეპტუალურად რაღაცა ყველას თავისი ინტერესი აქვს ამ გზის მიმართ. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და რეალური პროცესი დაწყებულია სომხეთს და აზერბაიჯანს შორის და როგორც ვიცით, ამჯერად ძირითადი მოლაპარაკებები მიმდინარეობს სომხეთსა და ამერიკელებს შორის, ტრამპის ადმინისტრაციას შორის ამ ტრიპთან დაკავშირებით, რომელიც შემდეგ წარედგინება აზერბაიჯანს და რეალურად რაღაც მოკეთ ინვესტიციას საჭიროებს ეს გზა და ეს ინიციატივა, რომელიც თუ განხორციელდა, ბევრ რამე შეცვლის ჩვენს რეგიონში, რაც ჩვენ პირადად გვეხება, ხო? ამიტომ რომ ძირითადი ინტერესი ამერიკის იქნება ეს გზა, ეს კვანძი, თუ ეს კორიდორი, თუ რაც გვინდა დავარქვათ, ხო, მას და ეს რაღაცა მისი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ირანთან, ხო, საერთაშორისო მოვლენებს განვიხილავთ პრინციპში, სადაც ყველგან ამერიკა არის მთავარი, ხო? და ირანში რა მოხდა ჩვენ ვთქვით ივლისის შუა რიცხვებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები ამერიკის მიერ და პრინციპში ჩემი აზრით ის რაც ირანში ახლა ხდება რაღაცნაირად გამოძახილია იმისი ხო რაღაცა რეჟიმის შესუსტების, ნგრევის, სისტემის როგორც ასეთი ხო იმის ნაცვლად რომ ირანელი ხალხი გაბრაზებული იყო პრინციპში რომ ამერიკელებმა დაბომბეს ობიექტები, ნუ ეს რაღაცა ბრაზი და რეჟიმის მიმართ, რომელიც ესეთი შემზღუდველია, არადემოკრატიულია და აქ მთავარი საკითხი ახლა მიმდინარე პროტესტის, რომელიც 2026-ში დაიწყო. მაინც ეს არის კეთილდღეობის საკითხები, ეკონომიკური საკითხები და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ის რომ რაღაცა გაბრაზდნენ ირანელები ამერიკელებზე რატო ჩაერიეთ ჩვენ საქმეში და რეჟიმისთვის მხარი დაეჭირა, ესეთი რამ არ მოხდა, ხო? ანუ ესეც ძალიან საინტერესოა, თუმცა ეს რაღაცა შეიძლება ღრმა კვლევის და უფრო ესეთი ღრმა ანალიზის საჭიროებას ქმნიდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისრაელი პალესტინის თუ უფრო სწორად ეს პროცესი, ეს საკითხები, ხო, რომელიც ძალიან ბევრი დაპირისპირების საგანია. თუმცა პრინციპში აი ტრამპმა მაინც მოახერხა ხო ტრამპის ადმინისტრაციამ რომ რაღაცა შენელებული პროცესია ხო რაღაც ესეთი ღია საომარი მოქმედებები აღარ გრძელდება ის კი არა და ნუ ამასთან რაღაცა ტიპის მოლაპარაკებებიც ამჟამად მიდის და გარდა ამისა აი 2020 წელს ამერიკელების მიერ დაწყებული აბრაჰამის შეთანხმება რომელიც აი მთელს არაბულ სამყაროში და რაღაც ისრაელს და არაბულ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებებს და სამშვიდობო ინიციატივებს ეხება ეს გრძელდება კიდეც და მე თვითონ ვიყავი მომსწრე ნოემბერში როდესაც აბუ-დაბიში გახდით აბუ-დაბის დიპლომატიურ აკადემიაში ჩვენი ღონისძიების პარალელურად ეს პროცესი მიდიოდა და იქ პალესტინელებიც იყვნენ სხვა არაბული ქვეყნების წარმომადგენლებიც ისრაელის ამერიკის წარმომადგენლებიც და აი ესეთი ცოცხალი პროცესი მიდის როგორ უნდა გახდეს შესაძლებელი მშვიდობა ეს ახლო აღმოსავლეთში თუ უფრო ფართო აი არაბულ სამყაროში ისრაელთან ერთად და რაღაც ამერიკული ინტერესებით, ხო? 2025 წელმა კიდევ ერთხელ ასევე რაღაცა ევროპის ქვეყნებს და ზოგადად დასავლეთს, ხო? გარდა ამერიკის შეერთებული შტატებს, იმიტომ რომ ამერიკა რაღაცა დამოუკიდებლად ავტონომიურად მოქმედებს, ხო? და ის რაღაცა ახალისებს და ეს რაღაცა ტიპის აწוება, ესე რომ ვთქვათ, ჟარგონი რომ გამოვიყენოთ დანარჩენ დასავლეთს, რომ მათ უფრო მეტი ავტონომიურობა გამოიჩინონ გადაწყვეტილების მიღებაში, უფრო მეტი ფინანსები გამოყონ, უფრო მეტად გახდნენ თავის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი. ნუ ერთის მხრივ თითქოს ეს ხო, გასაგებია ეს ყველაფერი, ეს რაღაც შიფტი, ეს ცვლილება ხდება, მაგრამ მეორეს მხრივ
ასევე ეს მithkom ასუსტებს ამ დასავლეთსაც, ხო? იმიტომ რომ რაღაც ახალი დღის წესრიგში ახალი საკითხები ჩნდება, გარკვეული დაფინანსება სჭირდება ამ საკითხებს, საზოგადოებრივი მხარდაჭერა სჭირდება და ევროპა ესე ნეულად ვერ მოქმედებს, ხო? იმიტომ რომ ესე ანგარიშვალდებულების სისტემა და ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან, კეთილდღეობა ევროპელების ვერ უწყობს. ნუ ძნელია, იმიტომ რომ ეს მართლა აი ეს ჩვენ სოციოპოლიტიკურ სოციოლოგიაში ვისწავლეთ, ხო, რაღაცა სისტემა, რომ ინფუთის და აუთფუთის, ხო, როდესაც მოსახლეობასთან ხარ ანგარიშვალდებული, ეს როგორ ხდება ეს გაცვლა, დამუშავება ახალი იდეების, გადაწყვეტილების მიღების. აი თვით უკრაინის ომმაც კი, აი ყურის ძირში ევროპის და ევროპაში რაღაცნაირად ეს პროცესი მაინც ვერ დააჩქარა, ხო, იმიტომ რომ ეს რაღაცა ეს პროცესი რაღაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ეს ურთიერთობები მმართველსა და მოსახლეობას შორის, ხო, საზოგადოებას თუ რაც გვინდა ისე დავარქვათ. ასე რომ ეს პრობლემური საკითხია, ნუ ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპელ ლიდერებს ამის სურვილი აქვთ, მაგრამ ასევე რაღაც დიდი პასუხისმგებლობაც არის, ხო, და ბევრი რისკებიც, მათ შორის ღია დაპირისპირების რუსეთთან, რომელსაც ყველა ერიდება და ეს მარტო საკუთარი ტყავზე შიში არ არის. ეს არის რაღაცა გლობალურ უსაფრთხოებაზე ფიქრიც, ხო? ეს მარტო აი ჩვენთან ესე იგებენ, რომ აი რაღაც არ ყოფნით მამაცობა ევროპელ ლიდერებს, ჩემთვის ეგრე არ არის. მე მგონია, რომ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობენ, ამიტომ ესეთი გადაწყვეტები რაღაცა ღია დაპირისპირებაში შევიდეს ევროპა კოლექტიური, ასე რომ ვთქვათ, ევროპა რუსეთთან, ეს არავისთვის მე მგონი მომგებიანი არ უნდა იყოს, ხო? თუმცა ასევე ფაქტია ისიც, რომ რაღაცა ზომები მისაღებია, ხო? ძალიან ბევრი რამე იწერება დღეს, ან საინტერესო ბევრი აი ახლახანს ერთ-ერთი აზერბაიჯანელი მკვლევარი სტატია წავიკითხე, რომ ეს რაღაცა მოლაპარაკებების პროცესი არაფრის მომტანია, მთავარია, რომ აი სომხები, უკრაინელები და რუსები რაღაც ცეცხლის შეწყვეტის გარანტიებზე შეთანხმდნენ თვითრეგულირებად, რაღაცა ესე ცეცხლის შეწყვეტაზე, ხო, აი საინტერესო კონცეფცია შემოაქვთ მკვლევარებს აქაც და ნუ შეიძლება ბევრი ვიმსჯელოთ, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ეს რაღაც პროცესი, რომელიც ამერიკელების მიერ არის მხარდაჭერილი, მიმდინარეობს და მე მგონი ამ დღეებშიც რუსეთის დელეგაციაში ამ დელეგაციასთან აქვთ პარიზში შეხვედრები ამერიკელებს, არაერთი შეხვედრა ვნახეთ და მათ შორის სამიტიც, ხო, აი წინა კვირას, აი ახალი წლის შემდეგ უკრაინელებსა და ევროპელ ლიდერებს შორის გარანტიებზეა ბევრი საუბარი, თუმცა ისიც მოვისმინეთ გუშინ, თქვათ, მერცისგან, რომ რუსების მწვანე შუქის გარეშე ისინი არაპირებენ თავისი კონტინგენტის განთავსებას ამერიკაში, იმიტომ რომ პირველივე ცნობებს უკრაინაში პირველივე ცნობებს რუსეთის მხრიდან მოყვა ესეთი რეაქცია, რომ ჩვენთვის ეს იქნება ესე იგი სამხედრო ტარგეტი, ხო, სამიზნეები, ხო? ანუ აი ეს გასაგებია ეს ყველაფერი, ხო? ეხლა ეს არის რაღაცა პროცესი, ძალიან რთული პროცესი, თუმცა აი მე რასაც ველოდები 2026 წელს, მოკეთ რუსებს აქამ არც ისე კარგად აქვს საქმე რეალურად რა. ანუ აი ახლა ან უნდა გადაწყვიტონ და რაღაცნაირად შეაჩერონ ეს პროცესი, ან და ვფიქრობ, რომ სერიოზული აქ არ არის ლაპარაკი, რომ რაღაც რუსები აჯანყდებიან. უბრალოდ ვფიქრობ, აი რასაც ვეცნობი ამ რუსულ მედიას მათ შორის, რაღაც ანალიტიკურ წყაროებს და ასევე ადამიანებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ, ხო? მათ შორის ქართველები, ჩვენი ახლობლები, ოჯახის წევრები, ხო, რომლებიც აი მათი და სულ ვეკითხები რა ხდება და ხვდები, რომ სიტუაცია რეალურად უფრო და უფრო რთულდება და მძიმდება, ხო? ის რომ რაღაცა ის კი არა რომ მაღაზიები გამოცარიელდა, მაგრამ სახელმწიფოს უკვე უჭირს თავისი ვალდებულებების შესრულება, ხო? ეს შეიძლება ცენტრალურ ქალაქებში და უფრო დასავლეთით ეს პრობლემა ნაკლებად არის დიდ ქალაქებში, მაგრამ გადასახადების პენსიების, ხელფასების გადახდა და ანუ ეს რესურსი მოკლედ სამუშაო ადგილები და ასე შემდეგ, ხო? ეს საკმაოდ ასე რომ მოუწევს რუსეთს. მე მგონი ეს შესაძლებლობა 2 წლის წინ გაუშვა რა, როდესაც შეეძლო რომ რაღაცა კიდე თავისთვის სასურველი პირობებით დაესრულებინა რაღაც, მაგრამ ნუ რთული სიტუაცია.
ეხლა რაც შეეხება ჩვენ სადავართ, ხო, ეს თავარი ამბები, მაგრამ ნუ აქაც თავარი მოქმედი პირი ამერიკის შეერთებული შტატები. ხო, ერთი შტატებია. გრენლანდიაზე არ გვისაუბრია და ეს ისიც საინტერესოა ევროპული უსაფრთხოების წრეში. ეს ძალიან საინტერესოა, სწორედ დღეს რაღაც უყურებდი. გრენლანდიელებთან იყო ინტერვიუები, ხო და ეს ასაკოვანი ქალი ამბობს, რომ აღარ მძინავსო, გრენლანდიელი, დანიელი ქალი, რომ შიშისაგან აღარ მძინავსო, ეს რა სიბერე მაქვსო, რომ სულ ველოდებიო, რომ რაღაცა ისა ამერიკელები დაგვარტყამენო, ხო? და ეს თემა 2025-დან წამოიჭრა. ის კი არა, საარჩევნო პროგრამაშიც კი რაღაცა ტრამპი ესეთი ამ აქცენტებს აკეთებდა, როგორი მნიშვნელოვანია გრენლანდია ამერიკის უსაფრთხოებისთვის, ხო? ხა დღეს რეალური გახდა, თუმცა არ ვიცი, რას უნდა ველოდოთ ახლა, ძნელია რაღაც ამ პროგნოზების გაკეთება, მით უმეტეს ისეთი არაპროგნოზირებადი ლიდერები ყავს დღეს, განსაკუთრებით ტრამპის სახით, ხო? აი მსოფლიოს მაგრამ რაღაც აჯილდაო ქვა არის გერმანია და ის კი არა რამდენიმე დღის წინ წავიკითხე რომ ევროპელი ლიდერები იმასაც არ გამორიცხავენ რომ რაღაცა გრენლანდიაზე შეთანხმება მოხდეს რომელიც ამერიკას უკრაინასთან მიმართებაში რაღაცა გარანტიების აღების და ვალდებულებების რაღაც ახალ შესაძლებლობას მოკლედ შექმნის, ხო? ეს სპეკულაციებია ყველაფერი, მაგრამ რასაკვირველია, თავისთავად ნატოს უკვე შეექმნა პრობლემა, ხო? აი ალიანსში აი ეს ბზარები გაჩნდა, ხო? აი ბზარებს მანამდე სხვებიც აჩენდნენ, ხო? რაღაცა თურქეთი თავისი პოლიტიკით, იქ რაღაცა უნგრეთი, სლოვაკეთი, თუმცა ეს უფრო ალბათ ევროკავშირის დონის რაღაც ისინი იყო, ხო, რაღაც შეტორტმანება, მაგრამ თურქეთის შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ ეხლა ამერიკელების აი ამ მიდგომამ მოკლედ ჯერთი აღმოჩნდა, რომ აი ესეთი ლიდერი ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, აი ეს ამერიკა, რომელიც ეს ლიბერალური ღირებულებების ფლაგმანი, აი ამ გაერთიანების ცენტრი, ფინანსური მხარდამჭერი, როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა, ხო? და რეალურად აი თქვათ თუ რაღაცა ცვლილებები იყო საჭირო, ეს ცვლილებები ვერ მოხდა მოლაპარაკების და დიალოგის ფორმატში, ხო? რაღაცა ეს მოხდა ტრამპის მიერ რაღაცა იძულების და რაღაცა ახალი დღის წესრიგის აი ესე ძალისმიერად შემოტანით, ხო? რაც ძალიან ესე გაიხსნა ხო მადუროს მოტაცები. და რეალურად ხო, აი ხა ჩვენ რაც სამიანვრის ოპერაციაც ეს რაღაცა კიდე ახალი ამბავი იყო. თუმცა ხა რაც ირანში მოხდა, ხო? აი ესე გაბედულად ბირთვული ობიექტები დაბომბეს, ხო? იმასთან შედარებით შეიძლება და საერთოდ ეს ბირთვული გავრცელებლობის რეჟიმი და ასე შემდეგ ყველაფრის იგნორირება მოხდა იქაც. ანუ ამასთან შედარებით შეიძლება ეს კიდე არაფერი ხო ადგნენ და რაღაცა აი ესეთი საზარელი ისეთი დიქტატორი რომელმაც აბსოლუტურად გააღარიბა და გააუბედურა ეს ქვეყანა მოიტაცეს ხო და წაიყვანეს და რაღაცა მოკეთ 4 მთავარი ეს არის მოკეთ ჩარჭი თუ რა ქვია ამას ქართულად ბრალი რაც წაუყენეს ეს არის ნარკოტიკები ესე იგი კონსპირაცია ნარკოტერორიზმი და ასე შემდეგ ხო მაგრამ ნუ ეს თავისთავად რაღაცებს შეცვლის და ეს შეცვლის შეიძლება კარგისკენად შეცვალოს ვენესუელაში, იმიტომ რომ აი ესეთი ქირურგიული ჩარევები ისეთ ძვრებს წარმოშობს, ხო? შეიძლება ეს თავიდან არ იყოს შესამჩნევი, მაგრამ იბზარება რა ეს რეჟიმები, ისევე როგორც ირანში. ახლა ასე იქნება თუ ისე იქნება, მე ვფიქრობ, რომ ირანს მოუწევს ქუჩაში გამოსული ხალხს რაღაცა ანგარიში გაუწიოს. შეუძლებელია, იმიტომ რომ მიუხედავად ყველაფრისა, ამ რეჟიმების ლეგიტიმაციის წყარო ისევ მოსახლეობაა, ხო? აი ესე ვერ იგნორირებას ვერ გაუკეთებ. ეს ბევრად განსხვავებული მიდგომა, ვიდრე იყო ერაყი, ვიდრე იყო ლიბია, ვიდრე იყო რაღაცა სხვა ქვეყანა. კი, თან ესეც, ხო? ამიტომ მგონია, რომ ვენესუელაში რაღაცა ცვლილებები შიგნით მოხდება, ხო? და რაღაცა შეიძლება ცოტა უფრო გათავისუფლდეს რეჟიმი. აი ხა პატიმრების გამოშვებაზეა საუბარი, მაგრამ იქ სულ ძირითადად უცხოელებზეა ლაპარაკი. ესეც საინტერესოა, ხო, რაღაცა ესპანეთის მოქალაქეებზე, ამერიკის მოქალაქეებზე, ხო, რომლებიც თქვა რაღაც ჯაშუშობის ბრალდებით ან რაღაცა სხვა ბრალდებებით არიან ვენესუელას ციხეებში. და მოკლედ აი ეს კიდე სხვა ასპექტია, ხო?
ეს ის თავისთავად მეც ძალიან მაშინებს ეს ფაქტი, რომ ყოველ საერთაშორისო ნორმებზე, როცა ვლაპარაკობდით და საერთაშორისო რაღაცა წესრიგი სამართლის ნორმების დარღვევაზე, რეჟიმის დარღვევაზე, ეს კიდევ უფრო კარგად დავინახეთ, ხო, რომ ეს რაღაცა ის 10 პრინციპი გაეროში, რომ ჩაურევლობა, თუმცა ეს ჩაურევლობა უკვე დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ არის ეს პრინციპი, იმიტომ რომ ჰუმანიტარული ინტერვენციები რა არის თუ არა სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევა, ხო, რომელიც არაერთი ხელ ვნახეთ ჩვენ ამ ბოლო წლების განმავლობაში. ნუ აი რაღაცა ეს ოპერაციები, რომლებიც კიდე ერთი განზომილებაა, რომ ტრამპი ფაქტობრივად აღმასრულებელი დირექტივებით მართავს ქვეყანას და აღარც არ ეკითხება ის აღმასრულებელს, ხო? ესეც აღარ უყურებს თუმცა ეხლა სხვათა შორის კონგრესმა ვეტო დაადო, არ დაუჭირა მხარი უკვე სახმელეთო ოპერაციას ვენესუელაში, ეს რა დღეს მე მგონი დილით თუ გუშინ ღამე ვკითხულობდი ამას. მოკლედ, ძალიან რთულ გარემოებაში ვართ. ძალიან ბევრი რამე. და ეს ჩვენზე როგორ აისახება? ახლა მოდი მოვთარგმნოთ. ჩვენ რაღაცა უკვე თითქოს წინ გავასწარით ყველაფერს, ხო? იმიტომ ჩვენ გავიარეთ რაღაცეები რეჟიმის. ხო, რაღაცა უცებ 2 წლის წინ, როდესაც ამ კანონების შემოღებით დაიწყო, ხო? რაღაცა თითქოს ეს ექსპერიმენტი, რაც ახლა მსოფლიოში აქ უკვე მოხდა, ხო? რომ აი რაღაცა სუვერენიტეტი, ნუ ხომ პირიქით ხდება, მაგრამ რაღაცები გავიარეთ რა. გაჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, არც ამერიკა გვინდა, არც ევროკავშირი, არც ჩვენ რაღაცებს გვახვევენ თავზე, ხო? აი რაღაცა ეს ძალიან საინტერესოა, რაც ჩვენთან მოხდა, ხო? მე იმის გამო, რომ ზოგადად ეს თქვა კლიმატი შეიცვალა ამ განვითარების დემოკრატიის მიმართ, ხო, ეს ამერიკის ლიდერობა იქ აღარ არის, ამიტომ რაღაცა ბევრი რამე ცოტა აზრს კარგავს რა, ანუ რაღაცა შემსუბუქდა, ან ისე შეიძლება აღარ შევხედოთ, მათ შორის ამ კანონებსაც, რომელიც აი ეს მათი აღსრულება რაღაცა ესე თლათ ესე წელგამართულად ვერ არის, ხო? რეჟიმი, თქვა ოცნების მთავრობა ამ დროს, ხო? ამავე დროს აი ეს ჩვენი საპროტესტო მოძრაობა, პატიმრები, იგნორირება, ხო, რაღაცა ამ ხალხის ხმის ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ ამავე დროს ხედავთ, რომ რაღაცას ისუსტեց, ხო? და არც ის, ნუ მოკლედ მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა ის არის, რომ აი რა ურთიერთობები გველოდება ამერიკასთან, ხო, ამერიკას ელჩიც არ აყავს საქართველოს მიმართ, პრინციპში ჯერ არ ვიცით რა პოლიტიკას გაატარებს, მაგრამ ეს იქნება ძალიან მძიმე ქართული ოცნების მთავრობისთვის, იმიტომ რომ ამერიკა ისეთი აღარ იქნება, რომ გეკითხებოდა, რომ რა გინდა, რაში დაგეხმარო, რამდენი ფული გინდა, მორჩა ეს ეპოქა, ყოველთვის ტრამპის ანამ იქნება ხელისუფლებაში, ეგეთი რამ არ იქნება, ეს იქნება ძალიან მომთხოვნი პოლიტიკა და ეს იქნება, თქვათ, ამერიკის ინტერესების მხარდაჭერის ღია მოთხოვნა და დირექტივა ამერიკისგან, აი სუვერენიტეტი და ეს აღარ გავა, ანუ აი ხა ამას როგორ ვიცით როგორ ვამბობ, რომ ეს აბსოლუტურად ცვლის ყველაფერს, ხო? ანუ ეს იქნება რაღაცა აი პირობებით და ტრანზაქციული პოლიტიკა ამერიკის რა. ესე იგი შეიძლება აქ აქცენტი დემოკრატიაზე არ იყოს, მაგრამ იქ რაზეც იქნება აქცენტი, ის მაინც რაღაცა იძულების წესით, ნუ შეიძლება რაღაც დემოკრატიულ პროცესებს თუ არა, რაღაცა ტიპის ანგარიშვალდებულების ტალღაზე დააბრუნოს ქართული ოცნება, იმიტომ რომ ეს სხვა პოლიტიკა იქნება რა, რასაც ამერიკა გააკეთებს. საქართველოს ერთმნიშვნელოვნად ინტერესი აღარ არის, თავარი ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესი არის ეს ანგეზური და ტრიპი თავისთავად, ეს გზა, ამიტომ ის მოსთხოვს საქართველოს გააკეთოს ყველაფერი, რითაც მხარს დაუჭერს აი ამ კონკრეტულად ამ პროექტს. ნუ საქართველოს მოემსახუროს ტრიპის პროექტს. შეიძლება ეს არ იყოს, თქვათ, რიგ შემთხვევაში ძალიან სასურველი საქართველოსთვის, ხო, რაღაცა ტიპის გადაწყვეტები, მაგრამ მოუწევს საქართველოს ამის გაკეთება, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში შეიძლება რაღაცა პირობები იყოს ისეთი, რომელიც მიუღებელი იყოს. ხო, ანუ ოღონდაც ესეთი ტრანზაქციული და ძალიან ესეთი იქნება რაღაცა კონკრეტულად ამერიკის ინტერესებისთან დაკავშირებული საკითხები, ხო?
და ეს რასაც ჩვენ შევეჩვიეთ დასავლეთისგან და ამერიკისგან, რომ აი თქვენ როგორც გინდათ, ეს დამთავრდა მოკლედ. და ეს დავამთავრეთ ევროკავშირთანაც, ხო? იმიტომ რომ მთელი ეს პოლიტიკა, ეს გამჭვირვალობის კანონამდე და შემდეგ გრანტების კანონი და ზოგადად ეს პოლიტიკა, რომ გავაჩერეთ ევროინტეგრაციის თუ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, აი აქ დავამთავრეთ ეს პოლიტიკა ევროკავშირთანაც. ხო, ევროკავშირი აწე აღარ ყვეტყვის ჩვენ, რომ თქვენ რა გინდათ. ანუ რეალურად ევროკავშირი თავისთავად გადავიდა იმ ტალღაზე, იმიტომ რომ აი ეს რაღაცა ძალიან მეგობრული პოლიტიკა აღმოჩნდა, რომ ეს პარტნიორობა, საჭიროებებზე მორგება, თქვენ რა გინდათ, ხო? იყო სიცრუე, ხო? იცით რა, ხო, აღმოჩნდა ესე და ნუ რეალურად აი საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ შეუწყო ხელი იმას, რომ ევროკავშირიც უფრო ტრანზაქციული და უფრო მომთხოვნი და თავის ინტერესები გაატაროს, ხო? აი ეს შიფთები მოხდა და ამას შეუწყო აქაურმა აი ამ ჩვენს ადგილობრივ დონეზე თვითონ ქართული ოცნების პოლიტიკამ შეუწყო ხელი და ესენი აუცილებლად ეს ძალიან სასიამოვნო პროცესი არ იქნება და ამ პროცესს კიდე უფრო კარგი დიპლომატია სჭირდება, უფრო მომზადებული დიპლომატია სჭირდება და აი ამისთვის კიდე რამდენად მზადა ვართ ან რამდენად ხედავთ რომ საგარეო პოლიტიკა რაღაცა მე აი ამ კონტურებს ვერ ვხედავ რაღაც მე მგონი ჩვენ ეს რაღაცა ვიზჟენი ხო ჩვენი ხედვა რაღაცა მომავლის რაღაცნაირად დავკარგეთ ხო იმიტომ რომ აქამდე ვიცოდით რა გვინდოდა ხო რაღაცა ევროკავშირში ინტეგრაცია ნატო იყო რაღაცა ჩვენი ესე იგი ვესწორებოდით ხო რაღაცა სწორება ხდებოდა კოლგა ეს ყველაფერი უკვე რაღაცა მოყანყავდა ბუნებრივია ხო იმ ჩვენი პოლიტიკის, ანუ საქართველოს მიერ განხორციელებული პოლიტიკის გამო, გლობალური ცვლილებების გამო, პრიორიტეტების გადანაწილების გამო, ხა დემოკრატიის გავრცელება აღარ არის პრიორიტეტი, იმიტომ რომ ხო, ნუ აშკარად, იმიტომ რომ რას მივახციეთ, ხო? აი ტრამპის ხათშორის მაგას ამბობს, რომ რას ამბობდა, რომ რა არის ეს ამდენი ფული დავხარჯეთ და ანტიამერიკული რეჟიმების ისა რა ქვია, რაღაცა წახალისება მოვახდინეთ. რატო კრიტიკებენ ამერიკელებს ყველგანო, რას ერჩიანო, ეს იყო შარშას ხათშორის ამით დაიწყო მთელი ეს დახმარების პოლიტიკის რევიზია, რომ რეალურად რას უწყობს ხელს, ხო? ასე რომ მოკლედ აქ უნდა კითხოთ თუ კი კარს ხურავ და ქართულმა ოცნებამ კარი დაუხურა ხო ამერიკასაც ევროკავშირსაც და მათ უკვე თავიანთი პოლიტიკა და ყველა წარმოდგენა შეექმნათ ეს კარი მუდმივად დახურული ხო ვერ იქნება თუ ერთს უხურავ კარს მაშინ ვიღაცას უნდა გაუღო ეს კარი და ვის უღებ ამ კარს ანუ მოსკოვისთვის არის ეს კარი ღია ახლა მაგრამ იცით რა არის მე მგონია რომ ამათ რაღაცა დახურეს კარი მაგრამ ეს კარებები ისედაც მე სხვებმაც დახურეს ჩვენთვის ხო რეალურად ახლა მოსკოვისთვისაც ხო მათ შორის მოსკოვისთვის ჩინეთისთვის ახლა გაკმენდილია ხო ქართული ოცნება ირანში მიმდინარე პროცესების გამო მაგრამ მგონია რომ მაინც ესე თავისუფლად ვერ არის რა ეს ჩვენი კარი ჯერ დახურულია ხედავთ კიდეც ამას ხო ხა არაფერი ცვლი აი ერთადერთი დიდი საინვესტიციო პროექტი რომელიც აი ესეთი კონტროვერსიულია ხო ეს არის Eagle Hills-ი და ეს რაღაცა 6 მილიარდი გაუგებრობა ხო ესეც არის რაღაცა არაბული ინვესტიცია, ხო? ეს კარის გაღება თუ რა არის, ხო? ანუ ჩვენ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ეს კარი თავისუფლად ღია აქვს საქართველოს რა არ აქვს, იმიტომ რომ იქაც ძალიან ბევრი კითხვებია და ესე მარტივად არ არის საქმე, ხო? ეხლა აი ამ ჩინელებსაც ძალიან ბევრი პრობლემები აქვთ, რომ ეს ამერიკა რეალურად ჩინეთს უქმნის პრობლემებს ყველგან, ხო? უქმნის ვენესუელაში, სადაც პირდაპირ სთხოვს ჩინეთის ჩინურ კომპანიებს, რომ დატოვონ ქვეყანა, სთხოვს ლათინური ამერიკის ქვეყნებს, რომ ისა შეწყვიტეთ კონტრაქტები ჩინეთთან. ჯერ აფრიკაზე არ არის გადასული სხვათა შორის, მაგრამ იქაც ალბათ რაღაცებს ნახავთ. თუმცა მე მგონი ეს აფრიკის მიმართ დიდი ინტერესი ტრამპს არ აქვს ამ ეტაპს. მაგრამ იქ ძალიან აქტიურად არიან ეს ჩინელები, ხო? ანუ რეალურად ამას ვხედავთ, რომ აი მათ სხვა საქმეები აქვთ რა. ეს პატარა ლუკმა ან საერთოდ არ არის ლუკმა საქართველოს შეიძლება რა საქართველოსთვის რა არის ნუ საქართველოს იმდენად პატარა ბაზარია ჯერჯერობით ისეთი განუვითარებელია ყველაფერი რომ ჩვენთვის რაც არის ისიც რაღაცა ეკონომიკისთვის ცოტა
ბორბლები რომ რაღაც ამუშაოს არის რა. ამ ეკონომიკაზე ხო აი ამ რაღაცა სანქცირებული ტვირთების, რაღაც სანქციებს გვერდის. ანუ მაშინ რჩება რა თუ კი სამხრეთით ვერ აღებს კარს, ანუ ჩრდილოეთით ჩრდილოეთით ეს კარი ასე თუ ისე გაღებულია და ვიცით რომ გაღებულია ხო ჩვენი მთავარი სხვა ჯერს რუსეთი არ არის სავაჭრო პარტნიორებში პირველი ხო ისევ ევროკავშირი და გერმანია რჩება და მთელი ევროკავშირი ერთად თავარი სავაჭრო პარტნიორია ეს ძალიან საინტერესოა არც ისე დიდი ზრდა ჩინეთთან ამ სავაჭრო ბრუნვის რო შევხედოთ სტატისტიკას რა ну რუსეთთანაც სტაბილურად არის ხო ყოველ შემთხვევაში რასაც სტატისტიკის დეპარტამენტი და ეკონომიკის სამინისტრო გვიზიარებს ხო ანუ რაღაცა დიდი ცვლილებები აქაც ჯერჯერობით არ არის აი ისე ანალიტიკურად რო შევხედოთ ამ ყველაფერს ხო ეს იმას ნიშნავს რომ აი ეს გაურკვევლობა ძალიან კარგად ჩანს ხო აი უფრო მეტი ლაპარაკია ვიდრე რაღაცა ბევრი ცვლილება მათ შორის ამ სავაჭრო ბრუნვის თვალსაზრისით ხო აი თურქეთსაც მაგალითად რაღაცა ტარგეტი ქონდა რომ რაღაც 2 მილიარდ რაღაცა ნახევარზე უნდა ასულიყო ბრუნვა და ვერ იმასაც ვერ უახლოვდება თქვა საქართველოსთან ურთიერთობებში ხო? ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ეს კიდევ უფრო უარესია, ანუ რა რეალურად რაზე დგას ეს ჩვენი ეკონომიკა? არც ის უნდა და არც ის უნდა. არა მარტო უნდა, ვერ ახერხებს. ანუ ვერც კომპეტენციით, ვერაფრით ვერ ახერხებს ხო ამ ყველაფერს. და ეს კიდევ უფრო პრობლემურია. ამიტომ ადრე თუ გვიან ეს გადახედვა რაღაცა ცვლილებები მოხდება ერთმნიშვნელოვნად რა. და ის რაც უკვე გაკვალული გზა არის, გონია რომ ის უფრო ადვილი გზაა იმისთვის რომ რაღაცა დაასტაბილუროს საქართველოს თავისი ეკონომიკური პერსპექტივები, ხო? და ეს ისევ რჩება ევროკავშირი, ისევ რჩება თურქეთი, ეს აღმოსავლეთი საინტერესოა, თქვა ჩინეთი რა საკვირველია ხო, იმიტომ რომ ერთ-ერთი აი რატო ამერიკა შეშფოთებული რომ 2050 წლისთვის ჩინეთი ყველაზე მდიდარი ქვეყანი გახდება. ანუ ამ ტემპებითაც რო წავიდეს, ხო? ანუ ამერიკას უკან ჩამოიტოვებს, ხო? ამიტომ ძალიან შეშფოთებულია და მთელი ეს სტრატეგიული კონკურენცია ჩინეთთან არის მიმართული. მოკეთ, ჩვენი პრობლემა ის არის, რომ აი ეს ხედვა არ არის, აი ესე მოგვეწია ეს კარებები, ჩვენ დავიწყეთ თითქოს ჩაკვეტვა, მაგრამ ვინ გააჩერა სტრატეგიული პარტნიორობა, გააჩერეს ამერიკელებმა, ვინ გააჩერა ბრიტანეთთან, ბრიტანელებმა, საქართველოს კი არ გააჩერა. საქართველოს რაღაცები წამოაყრანტალა, ხო? რაღაცა აი ეს უპატივცემულობა და არასანდო პარტნიორობა აჩვენა. თავის აი ამ ხანგრძლივ მეგობრობას. ხო, მაგრამ რეალურად მათ ჩაკეტეს ეს კარები, ხო? ეს იყო რაღაცა პასუხი იმ საქციელზე, იმ ქმედებებზე, რომელიც ქართული ოცნების მხრიდან განხორციელდა, ხო? ეხლა რას უნდა ველოთ? ჯერ ვხედავთ, რომ არაფერი ჩანს, რომ რამე შეიცვალოს, ხო? პირიქით, აი ეს ბრიტანეთის თემთა პალატში ხო ეს წარმომადგენლობით პალატში განიხილება სანქციების საკითხი რაღაცა ივანიშვილის და მასთან დაახლოებული ბიზნესმენების გაუთავებლად იწერება სტატიები მათ შორის ქართველი ექსპერტების მხრიდან რომ რატო აგრძელებს დასავლეთი საქართველოსთან თანამშრომლობას და მათ შორის ფინანსური ინსტიტუტები ხო ნუ ვერ გეტყვით რომ მე ამ ყველაფერს ვეთანხმები და არ ვიცი ხა ეს შეიძლება რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული რაღაცა ეფექტური საშუალებებია, მაგრამ აი საქართველოს და ჩვენს და მოსახლეობის ეს კარგს რას მოგვიტანს და რაში გადაგვაგდებს, ეს ცალკე საკითხია, ხო? ამიტომ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია რაღაცა ჩვენს დავიჭიროთ, ხო? და იმიტომ რომ ეს მომავალი კარგად ძალიან გასაგები არავისთვის არ არის დღეს, ხო? აი ესეც მნიშვნელოვანია, ხო? ასე რომ ეს რას ველოდებით ახლა 2026-ში მე არ მგონია რომ დიდი ცვლილებები მოხდება. ვფიქრობ რომ უბრალოდ შეიძლება რაღაც ტიპის იმის გამო რომ ეს საერთაშორისო კონტექსტი ესეთი დაძაბულია და ბევრი ლავირების საშუალებას არ აძლევს და პატარა ქვეყნებისთვის მით უმეტეს არის აი მთელი ეს 2000-იანების აი 10-იანების დასაწყისში როცა ჩვენ ლაპარაკობდით რომ აი პატარა ქვეყნების როლი მათი მხარდაჭერა საერთაშორისო წესრიგის მათ შორის საქართველოს მთელი ეს რაღაც 1000 პლატფორმა
რომელიც შევქმნით, მათ შორის ჩვენმა ორგანიზაციამ ეს იყო რეგიონული სტაბილურობის ფორუმი, ხო, რომელიც მაგალითად ამ რაღაცა ბირთვული რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში პატარა ქვეყნების როლის გაძლიერებას ეხებოდა, რომ აი ჩვენ რა შეგვიძლია როგორ დავუჭიროთ მხარი, როგორ შევცვალოთ, გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა, კანონმდებლობა, უფრო წესიერი და უფრო კარგი აქტორი გავხდეთ საერთაშორისო ურთიერთობების. ეს ყველაფერი რაღაცნაირად ეხლა კარგავს ძალას, ხო? და ეს ძალიან საშიშია. ანუ ეს რაღაცა სხვა განზომილებაში აგდებს ისეთ ქვეყანას, რომელსაც არც რესურსი აქვს, არც აი ამ მორღვეულ საერთაშორისო წესრიგში და ისეთ გეოგრაფიაში, როგორიც გვაქვს, ხო? საწავა რუსეთი დარჩება ჩვენს მეზობლად. და ყველაზე დიდი საზღვარი ვისთანა გვაქვს? გვაქვს რუსეთთან, ხო? ხო და ვინ რჯიდა ქართულ ოცნებას, რომ ისე მოქცეულიყო, როგორც მოიქცა. არავინ, უბრალოდ ეს არჩევანი გააკეთეს, სხვადასხვა მიზეზები შეიძლება ქონდეს ამას, მათ შორის ის, რომ ძალიან დიდი გავლენა აქვს რუსეთს სავარაუდოდ ჩვენს უსაფრთხოების სისტემაში, რეალური, ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ აგერ 30 კილომეტრში თბილისთან რუსული ესე იგი ბაზაა და ნებისმიერ დროს რუსები თუ ამას მოინდომებენ, შეუძლიათ გადაკეთონ დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო, ხო? მთავარი არტერია, ამ პატარა ქვეყანას მთავარი ერთადერთი არტერია გვაქვს, ხო, რომელიც აკავშირებს ქვეყნის ორ დიდ ნაწილს ერთმანეთთან. ხო, ეს შეუძლიათ ჩაკეტონ ძალიან მარტივად. გესმით? ამიტომ ეს საფრთხეები რეალურია. საბედნიეროდ ჯერ არ მომხდარა, მაგრამ ხო 2008-ში მოხდა ეს ყველაფერი. და მთავარი პრობლემა ასევე 2008-ის იყო ის, რომ რეალურად და ეხლა კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ ის რაც რუსეთს გაბედა 2008-ში, რეალურად მართლა მეტი ყურადღება უნდა დათმობოდა საერთაშორისო საზოგადოების და დასავლეთის მხრიდან. შესაბამისად გააკეთა 2014-ში, გააკეთა 2022-ში. ანუ შენ როდესაც პატარა ქვეყანას თავს ესხმი და ეს გაზდის, გაუვიდა რუსეთს ახლა რა სანქციები ვნახეთ, რა დიდი განხილვები, ხო? იმიტომ რომ პატარა საქართველო და პირიქით, ეს რუსეთმა კიდე გამოიყენა შიდა პოლარიზაციისთვის კარგად, ხო? აი მთელი ეს დისკურსი, რომ ვინ დაიწყო ომი და ეს ხო, დიდი აზრი ამ ყველაფერს არ აქვს. ეს არის ერთადერთი მიზანი არის, რომ პოლარიზაციას, რადიკალიზაციას შიგნით შეუწყოს ხელი. და ანუ რა დიდი კვლევაძიება ჭირდება, რომ რუსეთი შემოიჭრა საქართველოში 2008 წელში, ხო? და რასაკვირველია, რა დიდი კვლევა უნდა იმასაც, რომ ეს ჩვენი პოლიტიკური ელიტები, უმწიფარი, არც ისე გონიერი, ხო? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დახვდა და ძალიან კარგად იცოდა, ხო? ეს რასაც აკეთებდა, ხო? და გამოიყენა გადასარევად და 3 დღეშიც თუ 5 დღეშიც დაასრულა რეალურად საქართველოს ერთგვარი რა ვიცი, ოკუპაცია შეიძლება მთლად ვერ დავარქვათ, მაგრამ მოახდინა ეს. ნაწილის ოკუპაცია ცალსახად. ცალსახად, შემდეგ უკვე ეს ბორდერიზაციის პროცესი, ეს ქართველი საქართველოს მოქალაქეების რა ვიცი, რამდენი გარდაიცვალა, ხო, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, გინტური, აი რამდენი ტრაგედია გვაქვს, ხო? აი ამ ყველაფერში. თამდევი პროცესი, ხო? ეხლაც რაღაც ახალ წლამდე, როდესაც საქართველოს მოქალაქეც ცხინვალის ციხეში და იწევს ყველა გოჯზე. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ აი უძლურია საქართველოს რუსეთთანაც და რეალურად საკუთარი ხმაც დაკარგა, რომ ვიღაცისთვის გაეგებინებინა ეს. ხო, რასაკვირველია, ეს ერთნიშნულოვნად ესეა და აი ძალიან ტრაგიკულია ეს ცოტა სიღრმეში რომ წავიდეთ, ხო? ის რაც ჩვენს თავს ხდება, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათთან მიმართებაში, ის რომ სამშვიდობო პროცესები აი ძალიან შემცირდა, რატო იცით? იმიტომ რომ იქ იმ რეგიონებშიც არ არის ამის მხარდაჭერა არანაირი, ხო? იქაც აშინებენ ხალხს, რომ ქართველებს დაელაპარაკონ. ანუ ეს მარტო იმიტომ კი არ არის, რომ რაღაცა საქართველოში პრინციპში ეს мотивация და სურვილი არის და მუშაობენ ადამიანები, მაგრამ უკვე მიწსაწვდომობა შემცირდა იქ, ანუ რეალურად მეტი კონტროლია ოსებზე, აფხაზებზე და
და იმათ ხელფეხი აქვს შეკრული რუსეთის მხრიდან, ხო? ამიტომ ჩვენ რთულ სიტუაციაში ვართ. არა ვართ მარტივ სიტუაციაში. რაში ხედავ გამოსავალს? მე არ მინდა რაღაცა პროგნოზები და მოლოდინებზე ვისაუბროთ. ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ საქართველოს დაუბრუნდეს დიალოგს თავის ტრადიციულ და მთავარ პარტნიორებთან, ხო? ეს იყოს დიალოგი ამ პრობლემების მოსაგვარებლად, ხო? რომ რაღაც ახალ პრობლემებში კი არ გავეხვიოთ, არამედ რაღაცნაირად დაასტაბილურდეს ეს მდგომარეობა ჩვენთვის. ეს პროცესი თუ არ მოხდა, მეტი რადიკალიზაცია იქნება, მეტი ადამიანი დატოვებს საქართველოს, ეს გაგრძელდება. ანუ ეს დემოგრაფიული რაღაცა, ხო? ეს რეალურია, იმიტომ რომ აქ ადამიანი თუ არ დარჩა, რა ეკონომიკაზეა ლაპარაკი, რა განვითარებაზეა, ან ეს განათლების სისტემა რისთვის გჭირდება, ხო? ანუ ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში. თუ ეხლა არ ვიცი, ეს ხელისუფლება თუ რამე როგორ დაბრუნდეს თავის საზოგადოებასთან დიალოგის პირველ რიგში საკუთარ საზოგადოებასთან დიალოგის ფორმაც და ესეთი მიწოვლით და იძულებით რაღაცა გადაწყვეტილებების მიღებას, რომელსაც ადამიანები ვერ იგებენ, რას ეხება, არ არიან ჩართული ამ გადაწყვეტილებებში, ეს ყველაფერს ეხება. განათლების რეფორმას, ეკონომიკურ რეფორმებს, რაღაცა პრივატიზაციის საკითხებს, ინვესტიციებს, ეს სანამ ეს რაღაცა ინკლუზიური პროცესები არ დაბრუნდება საქართველოში და ეს დიალოგი თვითონ მოსახლეობაში არ განახლდება, რომელიც დიდი ხანია დაუკარგეთ სხვათა შორის, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ანუ ის გამოსავალი კი არ არის, რომ რაღაცა ეს უნდა გავაკეთოთ ის, არ ვიცით, ერთად უნდა მოვიფიქროთ ეს ყველაფერი, ხო? ამ პროცესს უნდა დაუბრუნდეთ და ზუსტად ესეთ პროცესს უნდა დაუბრუნდეთ ევროპასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. სხვა შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტები აღმოვაჩინეთ, რომ არსად არ დევს, ხო? ეს გასაღები არავის არ აქვს და რეალურად, რასაც გლობალურადაც ხედავთ, ეს არის ყოველდღე რაღაც ახალ-ახალი ქმედებები, რომელიც ვერ არ იგრძნობა, რომ ეს დაგეგმილია რა. ანუ ეს არის რაღაცა ყოველდღიური ნაბიჯები და ესეთი გრძელვადიანი ხედვები აღარ არის, ხო? მით უმეტეს რაზეა ლაპარაკი? ეს გრძელვადიანი ხედვები ამ მშვიდობის, მდგრადი განვითარების მსოფლიოში, ეს იყო აი თანამშრომლობის ნაწილი, ხო? გლობალური პარტნიორობის ნაწილი, გარემოს დაცვის საკითხები, ესენი ხო ამოვარდა და აი ამერიკაც ხო ტოვებს ამ გაეროს ორგანიზაციას 66 ორგანიზაცია დატოვა, ხო? კლიმატის ყველა შეთანხმება დატოვა. ეს რას ნიშნავს, რომ სათანამშრომლო სივრცეები იხურება. გასაგებია, რომ შეიძლება სტრატეგიულად ვინც ახლა რაღაცამ რეალ პოლიტიკით არის მოცული, შეიძლება მისთვის არაფერი არ არის, მაგრამ ეს იყო ის სფეროები, რომლებმაც აი ბოლო 30 წლის განმავლობაში აი ესეთი თანამშრომლური მსოფლიო შექმნა, რომელიც ახლა ირღვევა. სადაც რომელმაც შექმნა ახალი კომპეტენციები, მათ შორის ისეთი ქვეყნებისთვის, როგორც ჩვენ ვართ, ხო? გააჩინა ახალი სფეროები ჩართულობის, დიალოგის. ესენი იხურება და ეს უნდა დააბრუნდეს, ხო? ნუ ეს ამერიკასთან ერთად თუ ამერიკის გარეშე, მოკეთ ამაში საქართველოს მონაწილეობა უნდა გააგრძელოს. იმიტომ რომ ეს პირდაპირ არის დაკავშირებული რაღაცა მომავალთან, ხო? ანუ რეალურად მომავლის აი ესეთი ხედვები არსებობდა, ხო? რაღაცა მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა, რაღაცა კლიმატური ცვლილებების მიტიგაცია, ხო? რაღაცა ეფექტის, უარყოფითი ეფექტის შემცირება, რაღაცა სამართლიანობა და დიდი მიღწევები აქვს სოფლიოს. არ გეგონათ, რომ არა აქვს, თქვენ რომ შეხედოთ, მაგალითად, რა ვიცი, აი 2000-იანებიდან დღემდე-მაც ეს პოზიტიურ ჭრილში რო ვილაპარაკოთ, ხო? რეალურად მიღწევებია სიღარიბის დაძლევაში და შემცირებულია ეს რაღაცა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები მსოფლიოში. ცოტა უფრო მეტი განაწილებაა ამ სიმდიდრის და კეთილდღეობის უფრო თანაბარია, ანუ ჯერ ამასთან შორს ავართ, მაგრამ უამრავი გადაშენების პირას მისული, რა ვიცი, ფლორა და ფაუნა აღდგა. იმიტომ რომ ეს სამეცნიერო თანამშრომლობის შედეგებია, ხო? იმიტომ რომ აი ამ პროცესში ყველა მონაწილეობდა.
უამრავი მათ შორის აი გენდერული თანასწორობის მხრივაც ძალიან დიდი მიღწევებია. და ახლა ყველაფერი ჩერდება, ხო და ეხლა ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა სწორედ ამ გლობალური თანამშრომლობის და სექტორული რაღაცა იდეური და თანამშრომლობის ფარგლებში, ხო? რაც არ უნდა ჩვენ გაერო ვაკრიტიკოთ, ხო? ბევრი კრიტიკოსი ყავს, რომ კრიზისებს ვერ აგვარებს, მაგრამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა ამ თანამშრომლობამ. ეს არის აი არ ესმით ადამიანებს, მე მგონი ეს და აი იქ უნდა დაუბრუნდეთ. თუ არ დაუბრუნდებით, უნდა აუცილებლად რაღაც იმ მონაპოვარზე და იმ ბაზისზე გაგრძელდეს ისა რაღაცა შრომა რა ამ საერთაშორისო თანამეგობრობაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ამ თემებს გამოვაცლით საერთაშორისო ურთიერთობებს, დარჩება ძალის პოლიტიკა და ესე იგი და რაც გინდა აკეთე და შენი ინტერესების ხო ეხა ამერიკა იწახეს რომ მე მინდა ტრამპი რომ ნავთობი მინდა. ის არის მართალი ვინც არის ძლიერი. ხო, ანუ მინდა რას ნიშნავს, ხო? რაღაც იმ ქვეყნის არის, ხო? მის ტერიტორიაზეა. შენ რანაირად გინდა? ანუ მასე უნდა რუსეთს, უკრაინა, საქართველო, ხო? ანუ ეს ძალიან სახიფათოა ჩემი აზრით და ამას იმეორებს ბევრი უფრო მეტი მხარდამჭერი ყავს ამ ყველაფერში ამ იდეას რომ აი ჩემი ინტერესი არის პირველი. ხო, ჩვენი ინტერესი არის პირველი მაშინ თუ ეს გაზიარებული ინტერესია, ხო? ნუ ამიტომ მე იმედი მაქვს რომ ეს დისკურსი დარჩება საერთაშორისო ურთიერთობებში და რაღაცნაირად, აი მათ შორის ახლა ძალიან საინტერესო იყო გიორგი, რაღაც მოკეთებ CNN-ზე, BBC-ზე სხვადასხვა საინტერესო ხალხს იწვევენ და აი რა უნდა გააკეთოს ამერიკამ ვენესუელაში, ხო? ნუ ახლა ერთ-ერთი აზრი არის, რომ რაღაცა უფრო უხეშად ჩაერიოს იქაურ მართვაში, ხო? ესეც სადისკუსიო საკითხია, ხო? რას ნიშნავს ახლა ჩაერიოს და თავისი მართველი დანიშნოს პირიქით უნდა შეუწყოს ხელი რომ იქნებ იქ რაღაცა შიგნით მოხდეს დიალოგი, რაღაცა აღმოცენდეს, ხო? აი ეს იკარგება და ეს ძალიან სახიფათოა. ნუ ამის მაგალითები კიდე ერთხელ გქონდა, ხო? ერაყი იყო და ლიბია იყო და ესეც რაღაცა კიდე სხვა ტალღაზე იყო და კარგი მაგალითებია, მაგრამ დრო იცვლება და რაღაც ამ განსხვავებულ კონტექსტში მაინც ის რაც ხდება, მე მგონი რაღაც სხვანაირადაც უნდა დავინახოთ, ხო? იმიტომ რომ ეს რაღაცა სხვა პროცესების შედეგიც არის ამავდროულად, ხო? ეს კიდე ცალკე შეიძლება ვილაპარაკოთ ამაზე, მაგრამ ნუ გლობალურად ყველაზე შემაშფოთებელი რაც არის, ეს არის საერთაშორისო თანამშრომლობის ისე წუხილები, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა მცირდება, რომ აი თანამშრომლობის საკითხები შეიძლება შეიზღუდოს. მაგრამ აქ მეორე საინტერესო საკითხია. აი ამ მიმართულებით სხვათა შორის რაღაცნაირად აქტიურდება დანარჩენი სამყარო. აი მაგათ არაბული ქვეყნები, ხო? აი გაერთიანებული საემიროები თავის სივრცეს თავაზობს დანარჩენ მსოფლიოს დისკუსიებისთვის და საერთოდ მთელი იდეა აქვს ეს რეგიონების მაკავშირებელი როლი კონდეს, ხო? ანუ შეიძლება რაღაც კარგი რამეებიც მოხდეს, როდესაც აი ის აქტორები შემოვიდნენ აი ამ პროცესში, რომელებიც აქამდე რაღაცნაირად ჭრდილში იყვნენ, ან სხვანაირად ხედავდით მათ, ხო? აი მათ ეს იმიტომ რომ დიდარი ქვეყნებია, უკვე თავისი ხმა მეტად შეიძლება გაზარდონ საერთაშორისო ურთიერთობებში და არა შეიძლება ეს არ იყოს და არ იქნება ბუნებრივია რაღაც დემოკრატია და უფლებები, მაგრამ კეთილდღეობა, რეგიონებს შორის კავშირები, სავაჭრო ეკონომიკა, ახალი ალიანსები, რომელშიც ჩვენ ასევე შეგვიძლია ჩვენი თავი ვიპოვოთ, ხო? და როგორი სევდიანი ამბავია, რომ ესეთი უფანტაზიო ხალხი ყავს. ხო, ანუ ესეც ძალიან საინტერესოა თავისთავად. და აქაც შეიძლება რაღაცა აღმოჩენები გავაკეთოთ, შევისწავლოთ ეს მიმართულებები. მოკლედ, ახლა ჩვენ ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ და რო შევაჯამოთ, ის არის რომ რაღაც კარგი არაფერი ჩანს ჰორიზონტზე, ჯერ კიდე ტრამპის ადმინისტრაციაც თავის დამკვიდრების პროცესშია, გამოჩნდება წელს, მათ შორის რა მიღწევა შეიძლება კონდეს მას რუსეთ-უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ რაღაცა წლის
ისა ცაგარელივით გამოვდის და წლის მეორე ნახევარში შეიძლება უფრო მეტად გამოჩნდეს აქაური რაღაცნაირით გეზი და ორიენტაციაც, ხო, საითკენ მივდივართ, რა შესაძლებლობებია და როგორ იყენებს ქართული ოცნება, ან საერთოდ რა ცვლილებები მოხდება პოლიტიკურ პროცესში, ხო, ეს მე მგონი რომ გამოჩნდება, ესე ძალიანაც არ გაიწელება ეს პროცესი. თუმცა რისი მომტანი იქნება ეს მეორე საკითხია, რაღაცა ჩვენ რეალური გადადგმული ნაბიჯები გვექნება თუ არა, თქვა დასავლეთის მიმართულებით, ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით, ამაში არა ვარ დარწმუნებული, მაგრამ იქნება აი შიდა პოლიტიკურ დონეზე რაღაც მეტი სიცხადე იყოს. და რა ვიცი, მე ვკვეთ, ბევრი შესაძლებლობა ახალი ჰორიზონტების რასაკვირველია. დაველოდოთ მოვლენებს, დავაკვირდეთ და რაც თავარია, კიდე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია ეს რეგიონული თანამშრომლობა და ჩვენი მეზობლებთან ურთიერთობების გაღრმავება და მით უმეტეს, რომ ამას მოგთხოვს კიდეც ამერიკის შეერთებული შტატები და თან ამის საჭიროებაც დგას. მგონია, რომ თქვათ ეს რაღაცა სამხრეთ კავკასიური ტრიო თუ მათ მეტად ერთად მუშაობის მეტი შესაძლებლობა თუმცა რა ხდება ირანში, რა პროცესია თურქეთში. ეს კონსულტაციები რაღაცა თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ გაგრძელდეს და ამავე დროს ესე კი ჩვენი უკრაინასთან ურთიერთობები ძალიან დიდი კითხვის ნიშანია და ესეც გადასააზრებელია. შეიძლება აქ თბილისში ელოდებიან რომ იქ ომი რო დამთავრდება, მერე გააკეთებენ ამას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ბევრი კითხვის ნიშანია ამ ჩვენი საგარეო და იმდენი ქართული ანდაზა გვაქვს მაგაზე და ეხა ამის გამოუყენებლობა ძალიან ცუდია. შორენა, უღრმესი მადლობა და წარმატებები. ჩვენ რა თქმა უნდა ვაკვირდებით პროცესს და შევეცდებით რომ ოპერატიულადაც მოგაწოდოთ ჩვენი გარკვეული აზრები და შემოგთავაზოთ ესეთი საინტერესო ადამიანები. მადლობა.